ფუტკრებს სიცივე, ადვილად დაიკავებენ ტემპერატურას, რომელიც არის 35 გრადუსი ბარტყის გასაზრდელად. ნაკლებ თავს მოიხმარენ და ჯანმრთელ თაობას გაზდიან. ასე წამოღებული მაქვს ასე ბევრი კარდონები ვჭრი და ვათფუნებ ძირებსაც. ახლა როგორ ხდება შეცვლა? ამ კორპუსს მოვხსნი, გადმოვიტან აქეთ დროებით. ძირს ავიღებ, ძველ ძირს, დავდებ ახალ ძირს, რომელზეც უკვე კარდონია დადებული. იმ ძველ ძირს ახალ კარდონს დავადობ და იმით მერე უკვე სხვა ოჯახებს შევცვლი. ასე გავყვები ნელ-ნელა სულ ყველას. ესეც გუნდი ქვემოდან. აი, ვისაც ნანახი არ აქვს, ფუტკარი გუნდში ასე არის ქვემოდან. ამავდროულად ფაქტიურად ძირები სუფთავდება, ნახე როგორა ძირი. ეს სუფთავდება ცეცხლით, სტამესკით. ამავდროულად ხელში ვიკავებ წევ ამ თვითონ ბუდეს და ამით სიმძიმეს ხვდები და ვაანალიზებ არის თუ არა საკმარისი რაოდენობის თაფლი, რამე ხო არ შემეშალა ჩაზამთრების წინ და ამის მიხედვით მერე თუ აღმოაჩენ ისეთ ოჯახებს, სადაც ნაკლები თაფლი იქნება, იმგეს ჩავუმატებ თაფლიან ჩარჩოებს. ახლა ამას მოვხსნი, გავწმინდავ, ახალს დავადებ სხვას უკვე გაწმენდილს. ესა რუტის ერთ-ერთი ტექნოლოგია, თანამედროვე ტექნოლოგიები. რო ხელში ვიკავებ კორპუსს და წევ სიმძიმეს ვამოწმებ. ადვილად. თაფლი უფრო კომპაქტურად არის შიგნით და ფუტკარს ნაკლები საშიშროება აქვს იმის, რომ შეიძლება გვერდზე თაფლი იყოს დარჩენილი, მაგრამ ვერ წვდებოდეს. რუტში კიდევ ჩვეულებრივად წვდება. ყველა თაფლი ერთადაა. ამ კორპუსს ხელში რო დავიკავე, ახლა საკმარისი სიმძიმე აქვს. იმისთვის რომ ჩავთვალო, რომ ეს კარგი თაფლიანი კორპუსია.